ფაქტობრივად ერთ-ერთი ძლიერი ნახევარდაცვა არ ყავს ბრაზილიას? ანუ ბრაზილიის ისტორიაში. ხო? ბრაზილიის ისტორია. რას მაგ ზერობერტო მერჩიონია ვინც ყავს სამივეს ერთად? ვისავის? ვინც არიან ახლა ერთად შეკრიბა? ახლა რა ნახევარდაცვას ყავს, ეს არის ისტორიაში საუბრობს. არა, ერთ-ერთი. ერთ-ერთი რანაირად? ზერობერტო ჟუნინიო, ჟილბერტო სილვა ეს რო ყავდა 2006-ში და ამის მერე ამას დამავიწყდა 2006-ში რომელთა სიაწია ბრაზილია? არა, აწიაზე არ არის მე შემოდგა 2006 წლის ბრაზილია საერთოდ ზოგადად ისტორიაში ყველაზე მაგარია ფურცელზე. просто მან ერთი პრობლემა გაჩნდა რომ ის გამოვიდა ზიდანი და გადაწყვიტა რომ ის თამაშმა მოეგო რა. ოფიცი, ანუ ბრაზილიელები არიან მხიარული ხალხი, ხო? ანუ შესაბამისი არა, მე სხვა რაღაც ვარ. ნახევარდაცვაში ბრაზილიას მხიარული ხალხი არა. ანუ კაზემირო და ბრუნო გიმარაეს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მუშა ფეხბურთელები არიან. არა მგონია კაზემირო. რა უბედურება არის რომ კაზემიროს წაყვანა გიწევს. კაზემიროა წასაყვანი? ანუ რო კაზემირო ნეიმარს თუ წაიყვანენ, იმაზე ვილაპარო კაზემირო. არა, გავიგე უბრალოდ აქ ნახევარდაცვის სისტემაზე მე თუ გინდა ფლანგის ცველებს შევხედოთ. შენ ვესლი ფრანსათი, როცა დანიელოში მარსელო და მაიკონი ყავდა და დღეს ვესლი მარსელოსთან ერთად რა ქნა ბრაზილია? ცენტრში ვიყავ დაცვაში. მაშინ როგორ ქნა მაგიტო გეკითხები რა ვესლი მე მჯერა რომ ტიაგო სულვა პორტუგალიის ჩემპიონატიდან დაბრუნდება ბრაზილიის